მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად ისტორიკოსი ლევან ჯიქი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ბატონ ლევან მოდით უსვათ ჩვენ მსმენელებს რომ ჩვენ გაპერიოდულობით შევეცდებით რომ გავაკეთოთ საინტერესო გადაცემები იმ ისტორიული ფიგურების შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ. აქვე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ კოტე აფხაზზე გქონდა წინა გადაცემაში საუბარი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება კიდევ ერთი ადამიანის ისტორიის გახსენება, ვალიკო ჯუღელზე ვისაუბრეთ დღეს და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ესეთი ციკლი და რამდენად საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისათვის? მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. თქვენ მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, აცოცხლებთ იმ ადამიანების ბიოგრაფიას, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში. ასეთ არის განეკუთვნება სწორედ კოტე აფხაზი, რომელიც თქვენ დაასახლეთ, ასეთი არის ვალერიან ვალიკო ჯუღელი, რომლის ტრაგიკული ბიოგრაფია საქართველოს ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რადგანაც არ ყოფილა დამოუკიდებელ საქართველოში 1918-1921 წლებში არც ერთი ბრძოლა, არც ერთი ომი, რომელშიც ის უშუალოდ არ ყოფილიყო ჩართული თავის სახალხო გვარდიელებთან ერთად, ასევე ის ემიგრაციაში 1921 წლიდან ფიქრობდა საქართველოზე, როდესაც მან სამხედრო განათლებად მიიღო იმისთვის მიიღო რომ ის დაბრუნებულიყო საქართველოში და საქართველოს გასათავისუფლებლად გამოიყენებინა თავისი შეძენილი ცოდნა და ასე შემდეგ და ასევე ჩვენთვის ნიშანდობლივია დაპატიმრებული ვალიკო ჯუღელის პოზიცია, მისი ფიქრები, მისი წერილები და ასე შემდეგ, რომელიც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მისთვის პირადული არ არსებობდა, მისთვის ყველაფერი იყო საქართველო და საქართველოს თავისუფლება და სწორედ ამას შეეწირა. ის და რა თქმა უნდა, ასეთი გადაცემები ხელს უწყობს თუნდაც ჩვენს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას თუ როგორ გადარჩა საქართველო იმ ურთულეს პერიოდში, თუნდაც ურთულეს საბჭოთა პერიოდში და ვინ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ძალიან დიდ დაფასებას საჭიროებს საზოგადოების მხრიდან და თქვენი გადაცემაც სწორედ ამას ემსახურება და დიდი მადლობა ამისთვის. და დიდი მადლობა თქვენ. ქვეყნის დაცვა და განმტკიცება დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ყველამ უნდა გაიღოს ეს მსხვერპლი, ვისაც რით შეუძლია ქონებით შრომის სისხლით და გამარჯვება ჩვენი იქნება ისე, როგორც ყოველთვის ამბობდა 1921 წლის 17 თებერვალს ვალიკო ჯუღელი. თვითონ რაღაცნაირად მრავალფეროვანი ბიოგრაფია ჰქონდა მას, ხო? რაღაცნაირად მისი ცხოვრების გზა არ იყო მარტივი და სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ხო? ისტორიკოსების მხრიდანაც. და შეფასებები მღელვარე იყო მისი ცხოვრება, თუნდაც დავიწყოთ სკოლის პერიოდიდან, ის სწავლობდა ქუთაისში გიმნაზიაში, სადაც იქ რევოლუციური სულისკვეთება არსებობდა და ამ მოძრაობაში ის ჩართული იყო. შემდეგ ის უკვე სწავლას აგრძელებს 1912 წელს პეტერბურგში, სადაც ასევე რევოლუციური განწყობა იყო და ის გარიცხეს კიდეც უნივერსიტეტიდან და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თავიდან ის იყო ბოლშევიკი. თუმცა 1917 წელს ძალიან დიდი მეტამორფოზა მოხდა მასში, ის გახდა სოციალ-დემოკრატი მენშევიკი და ამის შემდეგ მას არასოდეს არ უღალატია ამ პარტიისთვის, ისე როგორც არ უღალატია საკუთარი სამშობლოსთვის და როგორც ვთქვი, მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნის ინტერესების დაცვას შესწირა. მინდა ორედა სიტყვით ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ის სახალხო გვარდიის სათავეში. თქვენ მოგეხსენებათ 1917 წელს რუსეთში მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება, ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და ბოლშევიკები ცდილობდნენ, რომ საქართველოშიც ესევე მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების სათავეში მოსულიყვნენ. თქვენ მოგეხსენებათ იმ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და თბილისში როგორც საზღვრისპირა ქალაქში არსებობდა იარაღის ძალიან დიდი საწყობი არსენალი და ამ არსენალის ხელში ჩაგდებას გეკმავდნენ ბოლშევიკები და ეს მათ გაუადვილებდათ მიზნის მიღწევას და სწორედ ვალიკო ჯუღელმა თავის სახელდახელოდ შექმნილი წითელი გვარდიის მეშვეობით, რომელსაც მე მოგვიანებით სახალხო გვარდია ეწოდა, ხელში ჩაიგდო ეს არსენალი და ბოლშევიკებს მიზნის მიღწევაში შეუშალა ხელი და აი აქედან იწყება უკვე მისი ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი
საქმიანობა მოგეხსენებათ 1918-21 წლებში საქართველოს არაერთხელ მოუწია სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლა და ჩვენ ყველა ამ ფრონტზე ვხედავთ ვალიკო ჯუღელს. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, როდესაც ჩვენ ოსმალებთან ჰქონდა ომი, აქაც ვხედავთ მას და მის სახალხო გვარდიას. ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ რამდენიმე ომის ბრძოლის კერა ჰქონდა და ერთ-ერთი ასეთი კერა ჩვენ ბოლშევიკებმა გაგვიხსნეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ეს იყო თუნდაც სამეგრელო ეს იყო აფხაზეთი და ყველა ამ ფრონტზე ჩვენ მას ვხედავთ და მან შემოგვინახა საბედნიეროდ თავისი დღიურები რომელიც 1920 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა და სულ ახლახანს 2 წლის წინ საბჭოთა წარსულის სკოლის ლაბორატორიამ ის ქართულად თარგმნა და ქართულ საზოგადოებისთვის გახდა ის ხელმისაწვდომი და აი ამ დღიურებში ჩვენ ვხედავთ მის სულისკვეთებას, მის საბრძოლო განწყობას და ასევე მის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და თუნდაც მსმენელისთვის საინტერესო იქნება ერთი ფაქტის გახსენება, აი როდესაც ისინი სამეგრელოში შევიდნენ იქ ბოლშევიკური აჯანყების ჩასახშობად, ვალიკო ჯუღელი წერს რომ სახალხო გვარდიის სურსათით მომარაგება გაძნელდა და აი ამ დროს ჯარისკაცებმა დაიწყეს ჭყინტის სიმინდის ჭამა და შემდეგში უკვე რო არ დაზარალებულიყო ადგილობრივი მოსახლეობა დაითვალეს სიმინდის თითო ტარი და გლეხებს გადაუხადეს შესაბამისი საფასური. აი ესე სათუთად ეკიდებოდა ის ნებისმიერ საკითხს. აი ჩანაწერები, რომელიც წიგნად გამოიცა სახელწოდებით მძიმე ჯვარი, შეიცავს 1917 წლიდან 20 წლამდე პერიოდს. 3 წელს და გარდა იმისა, რომ არის მისი პირადი დამოკიდებულებები, ასევე ძალიან მნიშვნელოვან მასალას იძლევა იმაზე, თუ რა სიტუაცია იყო იმ დროინდელ საქართველოში, როგორი განწყობები იყო, რას წერდა პრესა. ანუ ძალიან საინტერესო მასალა არის ისტორიკოსებისთვის და მოდით ვისაუბროთ ახლა ვალიკო ჯუღელის ემიგრაციაზე და მის გატარებულ 3 წელიწადზე, ხო? თუ არ ვცდები, რამდენი წელი გაატარა? 3 წელი გაატარა მან ემიგრაციაში, თუ როგორ ენატრებოდა მას სამშობლო და როგორ ცდილობდა ის უკან დაბრუნებას. დიახ, სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდე, მაინც მსმენელისთვის ვიტყვი, რომ ვალიკო ჯუღელი ასევე მონაწილეობდა ომში სომხეთის წინააღმდეგ, თქვენ მოგეხსენებათ, სომხეთის და საქართველოს 1918 წელს ორივე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, თუმცა სომხეთს ჩვენს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა და ომის გამოუცხებლად სომხეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო ომი და ამ ომში ჩვენ ხედავთ ვალიკო ჯუღელს საკმაოდ გმირულად იბრძოდა. ასევე თქვენ იცით 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო აზერბაიჯანი და მათ გადაწყვიტეს ამ ოპერაციის სათავეში სერგო ორჯონიკიძე იდგა და ძალიან ადვილად შეძლებდნენ ასევე საქართველოს დაპყრობას და საქართველოს ტერიტორიაზე წითელი ჯარის შემოიჭრა და აქაც ჩვენ ვხედავთ ვალიკო ჯუღელს და მან ამ ბრძოლაშიც თავი ისახელა. ასევე თქვენ უკვე ისაუბრეთ საბჭოთა რუსეთს საქართველოს 1921 წლის ომზე და ციტატაც მოიყვანე და სამწუხაროდ ამ ბრძოლაში ის დაიჭრა. ოსიორთან ბრძოლაში 4 მარტს გაიმართა ეს ბრძოლა და ამის შემდეგ მიდის ის ემიგრაციაზე და სხვათა შორის კიდევ ერთ საკითხს მინდა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის დატოვება როდესაც მთავარსარდმალა გიორგი კვინიტაძე მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება, ამას ის ვერ პატიობდა კვინიტაძეს და მუდმივად ამაზე თავის დღიურებში წერს, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და გიორგი კვინიტაძეს შთამომავლობა განსჯის აი ამ გადაწყვეტილების გამო. მართლაც თბილისის დატოვებამ ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა მაშინ ქართულ ჯარს და როგორც თქვენ თქვით, უკვე ის ემიგრაციაში მიემგზავრება და ემიგრაციაში მის ცხოვრება რა თქმა უნდა ძალიან მძიმე იყო. თავის დღიურებში ის წერს ამაზე, რომ ფაქტობრივად ის დეზერტერია საფრანგეთში. ის სამხედრო პირია და ფაქტობრივად უსაქმოდ არის, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდა. აკაკი ჩხენკელი, რომელიც მოგეხსენებათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი იყო საფრანგეთში და მერე მას ეს რწმუნება კიდევ უფრო მეტად გაუგრძელდა საფრანგეთის მთავრობასთან ნაწარმოების მოლაპარაკებას, საიმისოდ რათა ვალიკო ჯუღელი შევიდეს სანსირის სამხედრო სასწავლებელში და მიიღოს სამხედრო განათლება და მართლაც 1923 წელს ეს ასეც ხდება, 7 თვე გაატარა მან ამ სამხედრო სასწავლებელში. ქალაქ ბელფორში იყო დისლოცირებული 35 ქვეითი პოლკი და აი ამ პოლკში გადიოდა ის პრაქტიკას. და ჩვენ გვაქვს რამდენიმე მისი წერილი, რომელიც მან გაუგზავნა აკაკი ჩხენკელს, ასევე სიმონ მდივანს, სადაც იქ გატარებულ დღეებზე და თვეებზე საუბრობს ის, ძალიან კმაყოფილია ფრანგული მხარისგან, რომელიც მას კეთილგანწყობით შეხვდნენ, ფრანგულით დახვეწა მან და საკმაოდ დიდი თეორიული განათლებაც მიიღო და თავის დღიურებში ის წერს, რომ აი ამ მიღებული სამხედრო ცოდნის გამოყენებას გეგმავს ის
როდესაც დაბრუნდება საქართველოში. დაბრუნების იდეა მას სულ ჰქონდა წასვლის დღიდანვე. დიახ, მას უქონდა და ის აკრიტიკებს ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც შეეშინდათ საქართველოში დაბრუნების. იქ პერიოდულად გებოდა ხოლმე საკითხი, რომ ესა თუ ის პირი გაეგზავნათ საქართველოში, რათა აქ ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა გაძლიერებულიყო და როგორც თვითონ წერს ცალკეული ადამიანები ცდილობენ თავი დაეხციათ საქართველოში დაბრუნებისგან, იმდენად ეშინოდათ და ეს იმდენად მიუღებელი იყო მისთვის, ის იყო მეომარი სულის ადამიანი, რომ მშიშარ ადამიანებად თulis ასეთ ადამიანებს და ასახელებს კიდევ ცალკეულ ადამიანებს და ის 1924 წლის თებერვალში მოდის მოიმგზავრება გემით საქართველოსკენ, მან გზად გამოიარა საბერძნეთში, შემდეგ შემოვიდა თურქეთში და როგორც კი უახლოვდება ის საქართველოს, მის იგრძნობა ნამდვილად თუ როგორ უხარია სამშობლოსთან სიახლოვე. ის წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე საფრანგეთში კარგად დამხვდნენ, საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა, საქართველოს მე ვერაფერს ვერ ვანაცვალებ. ამიტომ მან თავისი პირადი ცხოვრებაც საქართველოს შესწირა და ოჯახიც არ შეუქმნია. ის ერთ-ერთ წერილში წერს, როდესაც დააპატიმრეს, მან ორი წერილი მიწერა საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს, იქ აღნიშნავს ის, რომ მას არც ქონების დაგროვებისთვის უზრუნვია, არც პირადი ცხოვრებისთვის უზრუნვია, მისი მთავარი მიზანი იყო საქართველო და სწორედ ამ სულისკვეთებით ცხოვრობდა. და სხვათა შორის ისიც უნდა ვთქვათ, რომ არა მარტო ვალიკო ჯუღელი, არამედ მისი ძმაც ილიკო ჯუღელიც, რომელიც ასევე სამხედრო იყო, შეეწირა საქართველოსთვის ბრძოლას, ბოლშევიკებმა ის დააპატიმრეს და დახვრიტეს. და კონკრეტული მიზნით მოდიოდა, ხო? ეს იყო აჯანყება, რომლისთვისაც მოდიოდნენ და ჰქონდათ იმედი, რომ ამას მოყვებოდა კონკრეტული შედეგი. დიახ, პერიოდულად გებოდა ხოლმე შეერაღებული აჯანყების გეგმა და ყველა ეს გეგმა იყო სწორედ ვალიკო ჯუღელის მიერ შედგენილი. ეს აჯანყება უნდა მოხდარიყო მთელი კავკასიის მასშტაბით, თუმცა სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ გამცემები ყველგან იყვნენ და საბჭოთა ხელისუფლებას საგანგებო კომისარს ჩეკას ხელში ჩაუვარდა ყველა ეს გეგმა და როდესაც დააპატიმრეს ვალიკო ჯუღელი, მას წინ დაუდეს ეს გეგმა და ამით მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს აჯანყება უკვე წინასწარ განწირული იყო. მისი დაპატიმრებაც, როგორც ის თავის წერილში წერს, საპატიმროდან შემთხვევითი არ ყოფილა. არამედ აქაც გაცემასთან ჰქონდა საქმე და რა თქმა უნდა, მსგავსმა ნაბიჯებმა საბჭოთა ხელისუფლებას გაუადვილა, როგორც ესეთი აჯანყების სისხლის ჩახშობა და ნიშანდობლივი ერთი გარემოება, რომ ის, როდესაც საპატიმროში აღმოჩნდა, დაპატიმრებული აღმოჩნდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ნომერ 19 საკანში, მან თავიდან სცადა თვითმკვლელობა. თუმცა ხელთ არაფერი არ გააჩნდა საიმისოდ, რათა ადვილად მოიყვანა სისრულეში თავისი განზრახვა, მას ჰქონდა კოუზი, როგორც ის წერს, ასევე სადგისი და ლურსმანი და აი ამ სამი საგნის სცადა მარცხენა ხელზე 6 ადგილას გაიჭრა ვენა, თუმცა მას არ დაუკარგავს მაინც იმ რაოდენობის სისხლი, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში მან გადაწყვიტა, რომ ეს ჭრილობა ჟანგით აევსო. თუმცა მიხვდა, რომ არც ამას მოჰქონდა მისთვის ის შედეგი, რაც მას სურდა. შემდეგ ფიქრობდა თურმე, რომ იქნება სიკვდილმა მომიღოს ბოლომდე, ამასობაში უკვე საგანგებო კომისიის თანამშრომლებმა ნახეს ის და შესაბამისად ის ასე გადარჩა, თუმცა მისი სიცოცხლე მაინც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც როგორც ვიცით, ის 30 აგვისტოს დახვრიტეს, როგორც კი აჯანყება დაიწყო, თუმცა დახვრიტის ზუსტი ადგილიც კი არ ვიცით. ერთი ვერსიით შესაძლოა ის თბილისში დაეხვრიტოთ, მეორე ვერსიით შესაძლოა ის რუსეთში გადაიყვანათ სუზდალში და იქ დაეხვრიტათ, თუმცა ეს ინფორმაცია ჩვენთვის დღეს უცნობი არის როგორც ესეთი. და მიუხედავად იმისა, ის არასდროს არ ნანობდა იმას, რომ დაბრუნდა საქართველოში. დიახ, მას როგორ ირკვევა მისი ნაწერებიდან? მისი ჩანაწერებიდან, ხო? რაც გვაქვს. ეს თუნდაც ჩანს მისი წერილებიდან, რომელიც მან თავისი თანამებრძოლების მისამართით გააგზავნა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ წერილებმა ვერ მიაღწია ადრესატამდე. საგანგებო კომისიას მან მიმართა წინადადებით, რომ დამალევინე წამალი, რომელიც 3-4 დღის განმავლობაში მე სიცოცხლეს მომისწრაფავს, ამ 3-4 დღის განმავლობაში მე კი მოახერხებ, რომ ყველა ჩემიანი გავაფრთხილო, რომ აჯანყებაზე ხელი აიღონო. ანუ ის თავის გადარჩენაზე არ ფიქრობს. 3-4 დღის შემდეგ ის სიკვდილისთვის მზად არის, მაგრამ მთავარია, რომ ქართველ ერს აცდინოს ის
დიდი უბედურება, რომელიც სამწუხაროდ აჯანყების დამარცხების შემდეგ ქვეყანას დაატყდა თავს. თუმცა სამწუხაროდ ხელისუფლებამ მას ამის საშუალება არ მისცა და მხოლოდ აჯანყების დამარცხების მერე გამოაქვეყნეს მისი წერილები გაზეთ კომუნეს. ეს უბრალოდ მის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენდა როგორც ესეთი, მაგრამ ამ წერილებშიც იკვეთება ის, რომ შიშის გამო კი არ აკეთებდა ამას, უბრალოდ ძალიან ცდილობდა ის თავის თანამებრძოლეებისთვის აერიდებინა ეს საფრთხე. სწორედ წერილშიც ამას წერს, რომ ეს შიშით არ ყოფილა განპირობებული, არამედ თავისი თანამებრძოლების გადარჩენის მიზნით, რადგან ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადი და ნათელი არის, რომ ხელისუფლებას აქვს სრული ინფორმაცია და ჩვენ შორის არის გამცემი. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი ლევან ჯიქია, ისტორიკოსი და ჩვენ საუბრობდით ვალიკო ჯუღელის ცხოვრების შესახებ.